ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნივთიერება ანუ ის რისგანაც ფიზიკური სხეული შედგება, ასევე შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან. და ამ ვიდეოში ჩვენ აი ამ უმცირეს ნაწილაკებს საკმაოდ ახლოდან გავიცნობთ. მოკლედ, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თუ ავიღებთ რაიმე კონკრეტულ ნივთიერებას, ანუ სხეულს ამ შემთხვევაში, თქვათ, ავიღოთ მაგალითად ცარცის პატარა ნატეხი. და დავსვათ ესეთი შეკითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, ან თუ არის აი ამ ცარცის უსასრულო დაყოფა. ანუ პირველ რიგში ჩვენ მას ორ ნაწილად გავუყოფთ, ჩავთვალოთ, რომ ყოველ ჯერზე მათ ტოლ ნაწილებად ყოფთ. ორ ტოლ ნაწილად გავუყოფთ, ანუ ორ ნაწილს მივიღებთ, შემდეგ მათ კიდევ ორ ნაწილად გავუყოფთ და 4 ნაწილს მივიღებთ. ხო, და ეს პროცესი გავაგრძელოთ, ვეცადოთ, რომ უსასრულოდ გავაგრძელოთ, ხო? შემდეგ მივიღებთ ძალიან პატარა ნაწილებს, მტვრის ნაწილაკს დაემსგავსება და ფიზიკურად ვეღარ, მაგრამ აშკარად მისი გაყოფა კიდევ უნდა იყოს შესაძლებელი. ჩნდება ესეთი ლოგიკური შეკითხვა. სადამდე შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს და შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს უსასრულოდ. ამ კითხვაზე პასუხი არის არა. ნივთიერების, ანუ სხეულის და ამ შემთხვევაში მისი შემადგენელი ნივთიერების უსასრულოდ დაყოფა არ შეიძლება. საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ ნივთიერების უმცირეს ნაწილაკამდე, რომელსაც მოლეკულა ეწოდება. თუმცა ჩვენ მას უმცირეს ნაწილაკს ვეძახით, მაინც უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თავად ეს უმცირესი ნაწილაკი კიდევ რაღაცებისგან შედგება. ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. მოკლედ აღმოჩნდა, რომ თუნდაც ძალიან პატარა სხეულში, აი თუნდაც ცარცის ძალიან პატარა მტვრის ნაწილაკებით რო არის, ძალიან პატარა რო არის, თვალითაც რო თითქმის ვერ ხედავთ, თუ მას მიკროსკოპულად დავაკვირდებით, მივიღებთ რაღაც ესეთ სურათს, რაღაცა დიდ სხეულს, სადაც პატარა მოლეკულებია განთავსებული შიგნით, ხო? შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ ვნახავთ, რომ ნივთიერების თვისებები ზუსტად აი ამ მოლეკულებზეა დამოკიდებული და ნივთიერების მთლიანად ნივთიერების რაობა, ეს სიტყვა არის ალბათ ყველაზე სწორი, ზუსტადაც რომ მოლეკულებზეა დამოკიდებული. ანუ ჩვენი ეს სხეულები რაღაცა კონკრეტული მოლეკულებისგან შედგება. და ამ მოლეკულებზეა დამოკიდებული და ეხლა ვნახავთ, რომ მოლეკულები თავის მხრივ კიდე რაღაცებისგან შედგებიან, აი მათზეა ზუსტად დამოკიდებული ეს ნივთიერება როგორი იქნება, როგორი თვისებები ექნება და ასე შემდეგ. ხო, და ჩვენ ასე გავიგეთ და ვიცით უკვე, რომ ნებისმიერ სხეულის შემადგენელ მოლეკულებს, ანუ ნებისმიერ ნივთიერების მოლეკულებს შორის გარკვეული შუალებებია და ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტიც ჩვენი ყოფა-ცხოვრებიდან ავხსენეთ ზუსტად აი ამ შუალებების არსებობით და შემდეგ გაკვეთილზე უკვე ჩვენ დიფუზიას გავეცნობით და ნახავთ, რომ დიფუზიაც ზუსტად აი ამ მანძილებით, ანუ შუალედებით აიხსნება. დიფუზიის მოვლენა. მოდით აი ამ ნივთიერების უმცირესი ნაწილაკს გავეცნოთ კიდევ უფრო უკეთ. თავად მოლეკულა შედგება ატომებისაგან. მოლეკულა შეიძლება შედგებოდეს 1, 2, 3 ან ძალიან ბევრი ატომისგანაც. შემდეგ ატომი თავის მხრივ შედგება ატომბირთვისგან, პროტონებისგან, ნეიტრონებისგან, თუმცა ამას ჩვენ ფიზიკაში არა და ქიმიაში ვისწავლით. რაზეა დამოკიდებული თვითონ მოლეკულა? უпроსტად ნახეთ, რომ ატომებისგან შედგება და შესაბამისად ამ ატომებზე ზუსტად დამოკიდებული რა ტიპის მოლეკულას მივიღებთ. ანუ ცარცის მოლეკულას მივიღებთ, წყლის მოლეკულას მივიღებთ, არ ვიცი, რკინის მოლეკულას თუ ასე შემდეგ, ხო? ეს დამოკიდებული არის ზუსტად მის შემადგენელ ატომებზე. შეიძლება ერთნაირი ატომებისგან შედგებოდეს ის, შეიძლება განსხვავებული ატომებისგან და ასევე ქიმიაში ისწავლით, რომ ნივთიერებას, რომელიც მხოლოდ ერთი ატომისგან შედგება, ეწოდება მარტივი ნივთიერება, ხოლო რომელიც ერთზე მეტი ატომისგან შედგება, ეწოდება რთული ნივთიერება. ეს ისე დამატებით ჩვენ დღევანდელ გაკვეთილის თემას სცდება. ჩვენ ვეცადეთ
მარტივი იმისათვის, რომ ეს თემა მარტივი გამხდარიყო, ნივთიერების ამ შემთხვევაში მოლეკულის როგორ თქვა, არ ვიცი. ანუ რა ტიპის მოლეკულას მივიღებთ ატომებისგან, აი ეს რაღაც დაგვიკავშირებინა ამბანთან, ხო, ქართულ ამბანთან, რომელიც 33 ასობგერისგან შედგება, აღარ ჩამოწერ ყველას, ნუ რამდენიმე საკმარისია, ხო, A B G D E V Z T მაგალითად, ხო? და ისევე როგორც ამბანში არის 33 ასობგერა და ამ 33 ასობგერისგან მილიონობით არ ვიცი რამდენად, მაგრამ ძალიან ბევრი სიტყვის აგება შესაძლებელი და თუ უშინაარსო სიტყვებსაც ჩავთვლით, მაგალითად უბრალოდ AB რო მოწეროთ და ან ABG და ასე შემდეგ, მაშინ მილიონობით კი არა და მილიარდობით ასეთი სიტყვა გამოვა, ხო? ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს მოლეკულებიც, ხო? ეს მოლეკულები რამოდენიმე ატომისგან შეიძლება იყოს 1, 2 და ასე შემდეგ, როგორც გითხარით, მიიღება ჩვენი მოლეკულები, ხო? აი როგორც მაგალითად აქ ამოვიღებ მე ამ გადაევაზოთ, მოდი ის დავამატოთ და ვთქვათ G წამოვიღე E, D და E, ხო? აი ამ 4 მოლეკულით 4 ატომით ავაწყე მოლეკულა გედი, ხო? შემეძლო აი ამ ატომებით, ესენი ატომები იყვნენ, ხო? ამეწყო, რა ვიცი, კიდევ რა მოლეკულა, ვთქვათ, AB, ხო? მაგალითად დევი შემეძლო, ხო? ახლა რატო არის ეს მაგალითი კარგი? აი მაგალითად ატომი D ატომი გამოვიყენე გედშიც და გამოვიყენე დევშიც, ხო? ანუ ორი ერთნაირი ატომი სხვა ატომებთან კომბინაციით სხვადასხვა მოლეკულას გვაძლევს და კიდევ უფრო საინტერესო დეტალი. მე მხოლოდ ამან დავაბრუნოთ, რომ გავასუფთავოთ, მხოლოდ აი ამ ატომებითაც კი, ანუ G, E, D, E-ც, მხოლოდ ამ ატომებით შემიძლია რომ სხვა მოლეკულაც ავაწყო, თუ მათ უბრალოდ გადავანაცვლებ. მაგალითად, ამ შემთხვევაში სიტყვა არ გამოდის და ჩვენ წინაზე ბევრი ვიწვალეთ, ხო, რომ ისეთი ასოები ამოგვერჩია, რომ რამოდენიმე სიტყვა გამოსულიყო. თქვათ, არ ვიცი, რაღაცა პირობითად არ ვიცი, არაფერი არ გამოდის, ხო? მაგალითად D E G E, ხო, ეს თქვათ, რომ ესეთი სიტყვა არსებობს, ხო, ახლა დიდ დროს წაიღებს იმაზე ფიქრი, დევი უნდა ეწეროს, იმაზე ფიქრი, ესეთი სიტყვა რომ მოვიფიქროთ, რომ იმასოებით კიდევ სხვა მოლეკულაც გამოდიოდეს. ხო, ჩავთვალოთ, რომ ეს ხო, რო იყოს კარგი იქნებოდა, მაგრამ მე რა არ გამოვიდოდა, ხო? დეგიც თქვათ არის რაღაცა სიტყვა ქართულში და გედიც, ხო? ანუ ნახეთ, ერთი და იგივე მოლეკულებით, აი მოვნიშნოთ კარგად, აი G ატომით, G ატომი, E ატომი, D ატომი და E ატომი, ამთან მიმდევრობით მივიღე გედი მოლეკულა და სხვათან მიმდევრობით უკვე მივიღე სხვა მოლეკულა. ანუ ზუსტად იგივე ატომები გამოვიყენე, მაგრამ სხვანაირად განვალაგე სივრცეში და უკვე სხვა მოლეკულა გამოვიდა. ახლა პლუს ამას თუ კიდევ სხვა, აი აქ ABGD, EVZ, TI, KLM, ახლა ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ უფრო მეტი გვაქვს ატომი ვიდრე ქართულში, ქართული ამბანის ასოებია, ზუსტად ამიტომაც, არ ვიცი, ძალიან ბევრი ნივთიერების მოლეკულების და შესაბამისად ნივთიერების მიღება არის შესაძლებელი ჩვენი ატომებით. საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი, ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან, რომელსაც მოლეკულები ჰქვია. მოლეკულების რაობა, ანუ რა ტიპის მოლეკულა გვაქვს ჩვენ დამოკიდებული არის მის შემადგენელ ატომებზე. ის შეიძლება ერთი ან რამდენიმე ან ბევრი ატომისგან შედგებოდეს და მოლეკულა დამოკიდებული არის როგორც ატომის რაოდენობაზე, ანუ იმ ატომებზე, რომლებისგანაც შედგება, ასევე ამ ატომების კავშირზეც, ანუ განლაგებაზეც, ხო, აი როგორც გედის და დეგის მაგალითია. ჩვენ კითხვებსაც რომ გადავხედოთ, არაფერი არ გამოგჩეს. შეიძლება თუ არა ნივთიერების დაყოფა უსასრულოდ არ შეიძლება და მოლეკულამდე მივდივართ ბოლოს. მოლეკულა რა არის? ეს არის ნივთიერების შემადგენელი უმცირესი ნაწილაკი. ატომი არის ის რისგანაც მოლეკულა შედგება თავად.
რით შეიძლება განსხვავდებოდეს მოლეკულები ერთმანეთისგან. მოლეკულები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს შემადგენელი ატომებით და ამ ატომების ურთიერთგანლაგებითაც. რა მაგალითად ჩვენ ვნახეთ, შეიძლება თუ არ ნივთიერება სხვადასხვა მოლეკულებისგან შედგებოდეს არა, თუ ჩვენ სუფთა ნივთიერებაზე, მაგალითად სუფთა სპილენძზე, სუფთა რკინაზე ვსაუბრობთ, მაშინ რკინის მოლეკულებისგან უნდა შედგებოდეს რკინა, სპილენძის მოლეკულებისგან და ასე შემდეგ. და შეიძლება თორე სხვადასხვა ატომებისგან შედგებოდეს. დიახ, შესაძლებელია, მაგალითად, წყალი შედგება წყალბადის და ჟანგბადის ატომებისგან, ხო? მაგრამ თვითონ წყალბადი მხოლოდ წყალბადის ატომია, ჟანგბადი მხოლოდ ჟანგბადის ატომი. ხო და რაც თქვით, მოვლენებსაც გავასწარეთ, ცოტა ქიმიასაც შევეხეთ, ნივთიერებას, რომელიც მხოლოდ ერთი ატომისგან შედგება, ეწოდება მარტივი ნივთიერება, მაგალითად, აი, თვითონ წყალბადი, აში თავნიშნავთ და წყალბადთან ერთად ჟანგბადიც უკვე რთული ნივთიერება, რომელიც 1 და 2 ატომისგან შედგება. სულ ესაა მოკლედ საღამაოდ საინტერესო და მარტივი ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით.